შემოიტანა. მისი ცოცხალი, ნათელი თვალებიდან ოდნავ სევდაც გამგრდოდა, მაგრამ ეს სევდა თითქოს მალამოდ გვედებოდა გულზე. სევდასთან ერთად თვალებში დიდი წითელი მზე ედგა, რომლისგანაც სიკეთის სხივები გამოგრდოდა და ეს სიკეთე მუდამ უწყინავდა სახეზე. მისი სიტყვები წყრიალა ხმა გულს სიხარულით ავსებდა და სიცოცხლეს მოგაწყურებდა. ზოგჯერ დაღლილი, დაღონებული მოგეჩვენებოდა, მაგრამ გულში სულ სიცოცხლის, ოცნების, სიყვარულის ცეცხლი უგიზგიზებდა, რომელიც არასოდეს არ ქრებოდა და არ წყდებოდა. ვარდისფერ ტუჩებზე მუდამ ხიმილი უთამაშებდა, რაღაცა საოცარი, ბავშვური ხიმილი. ერთხული მეგობარი იყო, მოსმენისა და გაგების საოცარი უნარი ჰქონდა. თავის გასაჭირზე არასოდეს არ ჩიოდა და ყოველთვის მზად იყო დახმარებოდა. ეკა იმედის ვარსკვლავი იყო, რომელიც საუბედუროდ ხანმოკლედ აცინცივდა. ის ანგელოზი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ეკა ყოველთვის ჩემს გულში იქნება და ყოველთვის ისე მეყვარება, როგორც ადრე, როგორც ახლა. მე ყოველთვის სიყვარულით გავიხსენებ ჩემს უახლოეს.
მანამდე შენ დავუკარგო გასვარანი. და ქრა და უკრა. რა სათაურია? სათაური. ვერხის ფოთოლი დავა. Давай, ну-ка. Давай. წახვედით და გულში დატოვე დარდი და სევდა. ოხ არა, არა. მინდა ეს ტყუილი იყოს, თითქოს საშინელი კოშმარი, მაგრამ ვაი რომ ეს სიმართლეა. წახვედი და თან წაიღე მეგობრობა და დაძმორე ურთიერთობა. დარწმუნებული იყავი რომ იცოცხლებ ჩვენს გულებში. არი ფიქრო, რადგანაც წახვედი ჩვენი გულებიდანაც გაქრი. ჩვენთან ყოველთვის დარჩები ისეთ ეკად როგორიც ხარ. იმის გაფიქრებაც კი მზარავს რომ შენ აღარსად იქნები. ქვეყნად რომ ვერ დაგვატყობ შენი ჭიკჭიკითა და მუსიკის ჰანგებით. თითქმის ყოველთვის ჩავდიოდით ყველანი დარბაზში. შენ გვატკბობდი მუსიკალური ნიჭით და ახლახან გავიგე რომ შენ თურმე ლექსებსაც ხსავდი. ვიგონებ შენ მიერ დაწერილ თხზულებებს და ვტირი. შენ ყოველთვის წარუშლულად იქნები ჩვენთან. ეკა გეგელიას გარდაცვალება ვერ დავიჯერე. როდესაც პირველად მითხრეს, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა თითქოს სხვა ადამიანზე ამბობდნენ და არა ეკაზე. ძნელი წარმოსადგენია რომ ეკა ჩვენ გვერდით არ იქნება. ვერ ვნახავთ მის მომღიმარ სახეს, სიცოცხლით სავსე თვალებს, ვერ გავიგონებთ მის ხუმრობებს და ვერ მოვისმენთ მის ნაწარმოებებს. მაგრამ ის ყოველთვის ჩვენს გულში იქნება. ჩვენ ადამიანები იმდენად მცირედ მორწმუნენი ვართ რომ ადამიანის სიკვდილს ძლიერ განვიცდით. გონია რომ სიკვდილის შემდეგ ცხოვრება არ არის, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩემი აზრით, ეკა იქ უკეთესი ცხოვრებით იცხოვრებს ვიდრე აქ. ჩვენ ყველა გარდავიცვლებით და ეკასთან ჩვენც მალე მივართ. ცხოვრებით ვიცხოვრებთ და როდესაც ეს მოხდება, ჩემი აზრით, ეკა როდესაც დაგვინახავს, დიდი სიხარულით შემოგვეგებება. ჩემთვის ყოველთვის ჩემ და ჩემს დაბადების დღეზე. ყოველთვის სიხარულთან ერთად სევდა მომაწვება, რადგანაც სწორედ იმ დღეს დატოვა წუთისოფელი ეკა. როდესაც სუფრას მივუსხდებით, ალბათ პირველად ეკას სადღეგრძელოს შევსვამთ და ყველას ეკას სახე წარმოგვიდგება და მწუხარების წრეები გადმოგორდება თვალებზე. შენი აღარ იქნება მიდიხარ და მიგაცილებს ნაზი გალისურნელი შენი დასვლა შენ კი დასვლას არიშლი ქალს მშვენი ერქავს კლავ შენი სურვილი კლავს შენ კი გული უნდა გინო მიზიან დასვლა უნდა ბიო დასანა ვიხურავ გავს მოხედემ შვენი ერგავს დორა მერე გვიან იქნება როცა შენი აღარ იქნება როცა შენი აღარ იქნება როცა შენი აღარ
ხავამიგი ბოგის მახვ ნოდა შუროსოთდა ჯირო გოროს ვარახატე ხასილას გერმატა გამაღე თუ მინდორცოლი ეკო თხოდი მიაძარ ნაცაიასი გეში ფადო ირბელა თომაცან ქიმირი ნამუშოხი უჯის ხურხი კინოდო დოფელემ კისერს კიგუნ ტიკირო მარტო შარაზის ხიფუსუ გახჯინოს და გასუს ჩქიმარა პიდებული რემირე მოხდური გურს თაშნა თაშპირე ფოგუ ოქვინჯერე თორი შოგუ ჯინოს და პუტკინოს მენე ჩქდუდი კამარა Para. Jivesh mondo tije para. Mochi bisatkhawara. Vaikwana love mongara vaikwana love mogwara. Vetveti tunashakara. Jivesh mondo tije. Abriale toilet gijiva. იმიტომ რომ ხარებს გაბრაზდება ხანდახანა, დედლებს უვლის განდა. ხისულად არის ვინ იყო? მე დასხებს ხიხლიხოს. ხიხლიხოს კი რას ყრის მამა? ოდელია დელია, დედლები მყავს მთელია, ჩვენ ძაღლი მგელია, რა დაგვაკლებს მელია. ნუ ეს უკაცრავე. მე აღარაფერ შუაშია. Was could Ramamali? Ia masaxia dato. Io non dato. ჩვენი მეგობარი, ჩვენი კლასის სილამაზე ეკა გეგელია მუდამ დარჩება ჩვენ სკოლში და დავიწყებას არასდროს მიეცემა. ის მუდამ იცოცხლებს ჩვენში. მის მეგობრებს გვჯერა, რომ ამ სიკვდილით მისთვის ახალი ცხოვრება იწყება, ცხოვრება, რომელიც სამუდამოა. ეკა იყო ყველაზე შეყვარებული, სხარტი გონების, მან ყველაფერი კარგად იცოდა, ის ყოველთვის რაღაცით გამოირჩეოდა, მისი მეგობრებისაგან და არ ვიცი რით, იქნებ ჭკუით, მაგრამ ერთი კი ვიცი, ის საუკეთესოა. ჩვენ სკოლაში ყველაზე მეტი მეგობარი მას ყავდა. ყავდა იმიტომ, რომ მან მეგობრობა ყველაზე უკეთ იცოდა. ეკას დაბადების დღის გადახდა და ამხანაგების მოწვევა უყვარდა, მაგრამ არ დასწალდა. ჩვენ მეგობარი დავკარგეთ, ფიზიკურად, მაგრამ სულიერად ის მუდამ ჩვენთან იქნება. ლევან ფიფია. ის კლასის მშვენება იყო, მუდამ მომღიმარი სახით, ბრწყინვალე თვალებით, ტკბილი მისალმებით, სისხარტით. ხუთიანები მუდამ უხაროდა, მათ თვლიდა, ჩვენ გვეჯიბრებოდა და იმარჯვებდა კიდეც. მისი დღიურები აუცილებლად უნდა შევინახოთ, რომლებიც მისი ხელით დაწერილ ასოებს ინახავს. ეკასმა ხშირად მოდიოდა ჩემთან სახლში. შემდეგ თავისთან მივდიოდით, სადაც ერთად თამაშობდით, ტელევიზორს ვუყურებდით. მისი დამზადებული საჭმელიც მიჭამია. მახსენდება მისი ცეკვა მეოთხე კლასის ღონისძიებაზე. შესანიშნავად უკრავდა და მღეროდა. იცოდა ინგლისური, გერმანული. საერთოდ სიცოცხლეს მოწყურებული ბავშვი იყო და რაოდენ სამწუხაროა, რომ ასეთი არსება ჩვენ გარეშე დარჩა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი უცოდველი სული ზეცაში იცოცხლებს და იქიდან გადმოგხედავს. მისი გახსენება ჩვენ ყოველთვის გაგვინათებს გულს. ლანა კილანავა. ძალიან დიდი ტრაგედია დაძრეალდა ჩვენს კლასში. ძალიან გვატკინა გული საამაყო კლასელის დაკარგვა. და არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი სკოლა ხრის მხოლოდ ცრამებს. როცა გავიაზრებ, რომ ჩვენი სკოლის კარებში ფეხს აღარ შემოადგა გული მტკივა. შენ იყავი ყველაზე ლამაზი, ფუფულად ხმებით, ლამაზი პატარა ცხვირით, პატარა თოჯინა. როგორ მახსენდება, როგორ აწყობდი გემებს, ჩემი ორი დროზე ვისწავლე
სიყვარულში ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით. ეკა გეგელია მოკვდა. იქნებ ტყუილია, ჭორია. ამ ბოლო დროს ხომ მომდენი ჭორი გაგცალდა მის შესახებ. ნამდვილად ტყუილია. არ არსებობს. იგი ჩემთან იყო მესამე კლასიდან, 5 წელიწადი. თუ ახლა ის ასე მოკვდებოდა, არა, ეს დაუჯერებელია. ვერ წარმომიდგენია სიცოცხლე ეკას გარეშე, მისი შავი, ხუჭუჭა თმების, ლამაზი მომთიმარი თვალების გარეშე. იგი არ მოკვდარა, არამედ გარდაიცვალა. ჯერა რომ მას იქ ზევუცხო უფრო მხიარული სიცოცხლე ელოდება. მართალია იგი ფიზიკურად ჩვენთან არ არის, თუმცა გული მუდამ ჩვენთან იქნება, ჩვენს გვერდით. ჩვენი სიხარული მისი სიხარული იქნება, ჩვენი ნაღველი მისი და არა მარტო ჩვენი, არამედ თქვენიც, ოჯახის. ადრე თუ გვიან, ჩვენც გარდავიცვლებით და შევხვდებით მას ზეცაში. ჯერაც ვერ დამიჯერებია მისი სიკვდილი, ასე მგონია რომ მის ნაცვლად სხვა წევს. ეკა კი უბრალოდ სკოლას აცდეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ასეა. როგორ უნდა მომკვდარიყო ეკა, რომელიც მუდამ სიცოცხლით სავსე იყო, კეკლუცი, მხიარული. არა, არ მჯერა. მე მას არ ვამშვიდობები. ის მუდამ ჩემთან იქნება, ჩემს გულში. თათია გეთია. ახლა მესმის შენი ხმა. ხედავ შენს თვალებს, გრძნობ შენს მზერას. შენი სუნთქვა მესმის და შენი კისკისი. მე ვიცი რომ აქ ხარ ჩემ გვერდით. მე ვიცი რომ მარტო არა ვარ. ჩვენ ისევ ერთად ვართ, როგორც ყოველთვის. შენ ნათელი სხივი ხარ ჩემ ცხოვრებაში და ეს სხივი დღეს ისე მათბობს, რომ ცრემლებად ვიყურები. მე არ მინახავ შენს თვალზე ცრემლი. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შენ მხოლოდ ხიმილი და მოფერება იცოდი. შენ არ ტიროდი, იქნებ გეტირებოდა, მაგრამ არ ტიროდი. იცოდი რომ არ მიყვარდა შენი სევდიანი თვალების დანახვა. შენ ყველა უსაზღვროდ გიყვარდა. ყველაზე სრულნავდი, ყველაზე ფერებოდი. შენ გარშემო მხოლოდ სიყვარული იყო. მე გიცნობდი იმდენად კარგად, რომ სიტყვებიც არ გვჭირდებოდა ერთმანეთის მიმართ ამ გრძნობის გამოსახატავად. როგორ მყარები ხარ ეკა, რა ძლიერია ეს გრძნობა ჩემში. ალბათ მithქვამ შენთვის რომ მიყვარ ხარ, მაგრამ ასე ძალიან რომ მიყვარდი მეც არ ვიცოდი. შენ როგორ გეცოდინებოდა? ალბათ ხედავ, როგორ ვკრებს სიტყვებს შენთვის და არ გამომდის. შენ ხომ ამბობდი, სიტყვები გრძნობებს იპარავსო. ყველაფერი მინდა დავწერო და მოგეფერო. ახლა ცაში ხარ, პატარა ლამაზი ანგელოზი და ყველას ფარულობ ციდან. ფიქრებაც არ გაიელო, რომ უდესმე დამავიწყდები. არასოდეს არ იფიქრო, რომ მარტო ხარ. ჩვენ ყველა შენთან ვართ, თუ რამე გაწყეინე მაპატიე. გთხოვ, როგორ მენატრები, რა უსაზღვროდ და უზომოდ, რომ იცოდე შენი ნახვისთვის რას არ დავთმობდი. როგორ მინდა შენთან საუბარი, შენი მოფერება, შენთან კალათიც კი მენატრება, ძალიან მენატრები. ცხოვრება გრძელდება, შენ ვერ გხედავთ, თორემ ჩვენთან ხარ. რას ისამ, ღმერთმა ასე ინება. მე ყოველთვის შენთან ვიქნები, ყოველთვის შენზე ვიფიქრებ. იქნებ დამესიზმრო, ან მომელანდო, რომ შენმა მონატრებამ არ შემშალოს, ჯერა რომ აღარა ხარ. ასე მგონია რომ გძინავს, მგონია ეს ყველაფერი სიზმარია და მალე დამთავრდება. სიზმარშიც ისეთი ლამაზი ხარ, როგორც ცხადში. სულ ასეთი ლამაზი მახსოვ ხარ, ხილული დაჭვერთული ბაგე, შავი ციმციმა თვალები, შავი თმები და თეთრად დათოვლილი პირისახე. აი ასეთი მახსოვს ჯადოსნურ თითებიანი როიალს მიმჯდარი ანგელოზი. უშენო ცხოვრებას გაუხონდა ფერი. აღარც მზეა ისეთი ლამაზი. აღარც დღეა ისეთი მხიარული. აღარც ცაა ისეთი ლურჯი. აღარც მომავალი გაზაფხული იქნება ისეთი მხიარული. ეს იმიტომ რომ შენ არ ხარ ამ ქვეყანაზე. ასე მგონია რომ ჩემი ცხოვრება ისეთი ვეღარასოდეს იქნება. აღარც ვიცი, გულიანად როდესმე თუ გავიცინებ, იმიტომ რომ შენ არ დგახარ ჩემ გვერდით. სევდის აღერღელი ამეშალა შენზე ფიქრით, სიტყვებიც იკარგებიან და ცრემლებს გზას უთმობენ. მარტო რატომ დამტოვე? ხომ იცოდი რომ უშენოდ გამიჭირდებოდა. თვალი სულ ცარიელი მერხისკენ გამირბის, სადაც დიდი ასოებით დაწერა ოდეს ხაც ელ.
გახსოვს. ალბათ გახსოვს, მე ყველაფერი მახსოვს და მესმის. მე მახსოვრება, მიყვარხარ და მომენატრები. ლიკა ჩორჯუა. საიდუმლო ბნელი ხამის ჩემი თითები ბროლის თითები ლობიო ჯამა თუ ხომიაკეთონ არა მას უნდა კონდეს როიალი და ზედუკრავდნენ ჩემი თითები ხრობები რამდენი ფიქრი დაუწყარი გაბრუნდა ისე რომ აღარ ატირდა ოცნებად ქცეულან ხრობებთან მიდიან ხრობებად ქცეული ღმერთებთან მიდიან პასუხს გასცემს ჩვენი მასწავლებელი სულიერად თვალი ქალი ფიზიკურად ლამაზი ყველასაგან განსხვავდება ჩვენი მასწავლებელი თვალში უდგას მზედა მთვარე კალამში კი გონება მის გავს სწავლობთ მას მივბაძავთ ცოდნა ქცევა ყოფაში ან ექსროლ წერ მაგორდება პრინცესა ბრიტანიის დიანა საყვარელო შენ ჩვენ მუდამ გვეყვარები
შენ როგორ დაია იაკო შენ არა დაია მუჭური დაია ფუჩაჩკინ თუმა აუცილებლად უნდა წამოხვიდე არაფერი არ ვიცი მე შენ ჭირდები გაიგე დაია მოდი ხარ ხვალ გამოგივიწყვის ნახევარზე ეგულა ჩვენ ახლა რატო ჩამოვედით და რატო მოვდივართ ფეხით როგორ ფიქრობ ჩვენ კონცერტისთვის ჩამოვედით ფოთში მე ხა ფოთიდან კონკურსი ხო რესპუბლიკური კონკურსი იყო პიანისტების კი არა კლასიკური მუსიკის ხო შენ რა ვქენი დღეს როგორ გვასახელე დღეს მე გავიმარჯვე ოჯახშილიკო გილოცავ ეს ჩვენი გამარჯვება არის შენთან ერთად რა თქმა უნდა შენ გაიმარჯვე და ჩვენ ძალიან გვიხარია ახლა კონკურსი ჩატარდა ძალიან როგორ დონეზე იყო როგორ ფიქრობ კონკურსის დონე საერთო დონე მოგეწონა არა ხო მაინც როიალები არ ვარგოდა მასწავლებლის არ ვარგოდა ხო როიალი არ იყო აწყობილი ყვირალა იყო როიალი მძიმე იყო რაღაცნაირი ეს კლავიშები მძიმე იყო და მიუხედავად ამისა ჩვენ ძალიან კარგად მე მგონი ეკუნა რომ შენ საუკეთესო იყავი დღეს მე ძალიან მომეწონა ეს აღნიშნა ჟურის თავმჯდომარემაც რომ შენ იყავი საოცარი ხო მოდი დაიჭი იცით ახლა ჩვენ ფეხით იმიტომ მივდივართ რომ ვათვალიერებთ ამ საოცარ ბუნებას ხო ფოთისას თანაც ეკუნას ცოტა გული აერია მანქანაში და ოპერატორმა გვირჩია რომ ფეხით სიარული არ ისო ამ შემთხვევაში ძალიან სასარგებლო უკან ჩვენი მანქანა მოდის შეგიძლიათ გაიხედოთ ხო აი სად მოყვება მანქანა ხო უკაცრავად 662 ხო ინტერვიუსთვის რა ხო რამდენი წლის მერე რამდენი წელი არ ჩატარებულა არაფერია მაინც ძურა არის ხო ეს არა ძურა არის და მე საჭიროა რაც თავარია და ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავწუნდით რომ ეს აუცილებელია რომ ყოველ წელიწადს ჩატარდეს მე დახარებული ვარ რა თქმა უნდა წარმატებით თქვენი მოსწავლე რა თქმა უნდა ჩვენ ახლა უკვე თბილისში გველოდება რესპუბლიკურ კონკურსზე ხართ გასულენდი რა თქმა უნდა ჩემი ეკავა დიპლომანტია დღეს და ნახოთ ეხლა სკოლაში საანგარიშო კონცერტი გვაქვს ეხლა სკოლის წინაშე უნდა ანგარიშით გამოვიდეთ და ვაჩვენოთ ჩვენ როგორ მივახცეთ ამ ყველაფერს რა ვიცი ძალიან ბევრი რაღაცეები ბევრი გეგმა არ ჩავიდეთ ასე მანქანის ანტურაჟი უკან ჩვენ ფეხით ჩავა და მანქანა კი ბატონო ერთი სიტყვით მანქანა მაშინ დახურა დღეს მაგარი ვიცია ციგარია ხო მოდესეთი ამბები და ჩემი ციკციკე ციკერაცვალე ასეთი მოაცილეთ ბავს ასეთი არ ჭირდება ჩემ მოსწავლეს ჭირდება როიალი ყველგან გზაშიც და როიალი რა როიალი იყო ხავს არ მოეწონს არ იყო ბაშე მოდამ მაშინ ჩვენ ჩვენ ახლა ფეხით წავალ ხოდი რას ლაპარაკობთ? Olha-se, how lovely are apple trees in a sunny spring day, but garden in autumn it also looks gay. The apples are ripe and rough and sweet and lovely to eat. How much I love my happy home, my father and my mother, my grandfather and my grandmother, my little sister and my little brother, you and myself too. I want you
თუ როგორ ჩატარდა ეს ტური. ეს დათვალიერება ყველას მოგეხსენებათ, რომ ათწლეულების მანძილზე საქართველოს კულტურის სამინისტრო სისტემატურად ატარებდა სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა რესპუბლიკურ დათვალიერებას. საერთოდ ისტორიის ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო დროებით შეწყდა დათვალიერებები, კონკურსები, მაგრამ ამჟამად საქართველოს სტაბილური მდგომარეობა და უფლებას გვაძლევს და ისევ აღედგინა ჩვენს ხელმძღვანელობას გასი დათვალიერებები, კონკურსები და აი ჩატარდა პირველი აი დიდი პაუზის შემდეგ პირველი რესპუბლიკური დათვალიერება. აი ჩატარდა ზონალური დათვალიერება ჯერჯერობით. ეს იყო ფოთში და მოგეხსენებათ, ვინც თვალყურს ადევნებს ჩვენი სკოლის ცხოვრებას. ძალიან დიდი ტრადიციების არის, ლამაზი ტრადიციების არის და დიდი ტრადიციები აქვს აგრეთვე კონკურსებში მონაწილეობისა. ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდით. ყველა კონკურსები და ყველა დათვალიერებიდან აქ არიან დარბაზში მონაწილეები, ჩვენი კოლეგები, რომლებიც რამე თანხმებიან, აგერ ჩემი ქალიშვილიც, რომელიც ყოველთვის ღებულობდა მონაწილეობას და იცის ყველამ ეს როგორ ღელვასთან არის დაკავშირებული, როგორ დიდ განცდებთან არის დაკავშირებული, როგორ ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა. სხვანაირად შეუძლებელია წარსდგე, ელემენტარულად წარსდგე კონკურსზე. და მით უფრო ეს ყველაფერი იმიტომ თქვი, რომ ეგ კიდე უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებდა ჩვენ, ვინაიდან აი ეს ჩვენი სკოლის დიდი ტრადიციები მონაწილეობისა, იცით ეს კიდე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ რამდენიმე დღეებით მართალი გითხრათ ეთყობა ძალიან გადავიღალეთ, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ მართლაც და ეთყობა ემოციებისგანაც დავიჩალეთ და ეს დღები ისე აქტიურად ვერ ვიმუშავეთ. ეხლა უკვე ისევ შეუდგებით ჩვენ მუშაობა 14-ში, 15-ში, 16-ში თბილისში ჩატარდება უკვე რესპუბლიკური ტური და მინდა გამარჯვება უსურვო იქაც წარმატებით გამოსვლა, იქ უკვე დიპლომატია კონკურსი და იცით ძალიან ბევრი შრომა იქ, მაგრამ იცით ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ეს არის უდიდესი დღესასწაული ბავშვებისათვის, მე ყველა ბავშვს მინდა მიმართო, რომ მართალია ძალიან დიდი შრომაა, მაგრამ ეს უდიდესი ბედნიერი დღესასწაულია და საუკეთესო წუთებია ბავშვების ცხოვრებაში და არა მარტო ბავშვების ცხოვრებაში. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველას, ჩემს კოლეგებს, ჩემს მეგობრებს, ჩვენს ხელმძღვანელობას, რომელთაც ხელი შეუწყვეს ჩვენს წარმატებას. მე არ დამალიწდება როგორ ღელავდნენ, აი ვერ ჩამოვიდნენ ფოჩი, იცით აი დღეს ისეთი პერიოდია, რომ ყველაფერს ვერ ახერხებს ადამიანი და მთელი ჩვენი კოლექტივი როგორ განიცდიდა, როგორ ღელავდა. რა თქმა უნდა, ეს იყო მთელი სკოლის და არა მარტო სკოლის, მე მგონი აქ უკვე ვიცავით ჩვენი ქალაქის ღირსებას. და საბედნიეროდ ეს კარგად დამთავრდა. დღეს შევასრულებთ სილვანსკის კონცერტს სოლ მაჟორს, სამივე ნაწილი.
ყვავილს ეკუნას დაბმებულა შენი კლავიში შავი ხორანი თავს დაფარფატებს დავხედავ ბედი დაუნდობელი სიკვდილის მირას ძალას რომ ნატებს დაბურანის ლმანუკრის თვალები რა გელანდება ჩემო პაცია ვიქნება დედა შავი ძაძებით შენი აკვანი რომ დაარწია ან იქნება მამა ხატად ქცეული გადაგლეჯილი გული მწუხარი რომელმა ეშმამ დაგრიათ ხელი ან ჩაქრო თქვენი ბუხარი შორეულ გზაზე გაგაცილებენ ენძელები და ოლეანდრები მოგიქარგავენ ნაცისფერ საფლავს მაგრამ გაზაფხულს მოენატრები დადუმებული ანგელოზივით დაემალებით კივილს ბოლობდი და გულმოკლული დამორჩილდები ასეთ განაჩენს ასეთ მოლოდის გულს გადაგიშლის ნეული დედა სიზმრის კიდობან ზურს აიკიდებს და შენი წმინდა უმანკო სული სამარადისოდ იქ დაიმკვიდრებს და მოციმციმე ციცინათელდა ჩამოსკურდები ძმის სასტუმალთან ატირდებიან მწარედ ხატები შენდობას გთხოვენ ასე გულბართალს ღმერთო რა ქონდა ასეთი წოდვა წინაპართ შენთა ვინ გაგიმეტა თითქოს ცას მოწყდა ბედის ვარსკვლავი დაგისაკუთრა წყეულმა სელთა ვინ დაგაწერა ასეთი ჯვარცმა რა ბედი შეთხზა ამმა სატანამ შენი გრაგინდა იმ სიჭუმეში იმ სიცივეში ჩემო პატარაო რა დაგირჩია შავმა სიკვდილმა დაჭრილი მამა ხარივ ძმუის პატიებას გთხოვ საბრალო დედა თუ აპატიებამ კეთილ ტყუილს გულს დაგაყრიან 1000 გვირილას ცხენა არასდროს აღარ გაილო დაგიკოცნიან თვალებს წვიმები ჩემო პატარა მინდვრის ყვავილო უსაზღვროდ დიდი სიყვარული და ტკივილით შენი მიმოზა მამიდა ეკას ხსოვნას არ მინდა ტირილი სიმღერა მწყური ჩუმად გემოდარებით მომასმენინეთ გაზაფხულის სუნთქვა დაძრლან თვალხატულები მოაფქრს სურნელებას დედის რემლება დამოფეთქილი ლუშთვალა იები და მისი დობილები მახსოვს დედაენასთან ზიარების დღე როდესაც დაირხა სიმები და აშღერდა აი ია და ათეულობით ჩიტუნა რომ აჭიკჭიკდა ო რახმები მესმოდა ჩუმად მოაივსეთ სელუთით ამავსეთ დარდით მინდა ყველას მოგისმინოთ თითეულ შეგხედოთ დედიკო მიღე სტუმრები შენებურად აგგუნე ჩვენი საყვარელი სიმღერა ამღერე ჩემი დობილძმობილები სიმღერა მწყურია ფერებით ტკბობა მწყურია მაცხოვრის ტადრიდან ზუგდით ქალაქის ნახვა მწყურია თქვენთან ყოფნა თქვენი ალერსი მწყურია არ მინდა ცრემლები მიმღერეთ მანანა მასწავლებელი უდღელი ყურცქვით და გააცუნცულეთ ჟუჟუნაცვიმაში იქნებ თქვენთან გატარებულმა წელებმა მაზიარა ხმებით ტკბობას რა ლამაზი ცხოვრებით განვლე ეს წლები სიყვარული მეფქროდა ყველასგან მეც ვცდილობდი სიყვარულად მეკცია თითეული ფეთქვა კეთილი გულის არ დამცავდა არა სამდურავი არ გეგონოთ უთუოდ ღვთისურვილი დაგვირგვინდა ღვთისგან მოსული ღმერთთან მივდივარ მშვიდობით ეკა შენი პირველი მასწავლებელი შენი პირველი თანამერხელები გულდაწყვეტილი შემოგწკებით სიტყვას რა ძალა აქვს ყველაფერს ფარავს დიდი უჩვეულო ტკივილი მშვიდობით ჩვენო სათაყვანო პაწაწინა მეგობარო მონატრება ულმობელმა
წუთისოფლმა წაგვართვა შენი თქმი დაგისაკუთრა და უსაშველო მონატრებით მწუხარებით აგვივსოქული დაგვაკლდა ყველას დააკლდი ყველაფერს შენს ლამაზ თვალებში სიცოცხლის უკანასკნელი სხივი ჩაყოდა განკარგდა უნდა გჯეროდეს რომ შენი სახით საოცრად თბილი მოსიყვარული სიცოცხლის წყურვილით აღსილი მარად დაუვიწყარი მეტად სათმო ანგელოზებრივი სურვილებით გულანთებული თვირფასი თანაკლასელი დავკარგეთ ძლიერ გვატკინა გული შენმა სიკვდილმა დაგვაღონა და დაგვაფიქრა ამ წუთისოფლის ამაოებაზეთ მართლაც წამიყოფილაო ეს ცხოვრება გავივლით გონებაში ბავშვობის ულამაზესი წლების თანამოზიარის გარდაცვალებამ ყველას დაგწყვიტა გული ამ უდიდეს მატკივილმა სულიერად გამოფიტა დაგვაკრნა და ნათლად შეგვაგნებინა რომ სიკვდილს განრჩევლად მიყავს ყოველი ადამიანი ამიტომ საჭიროა სიცოცხლეშივე მეტი სიყვარული სითბო ყურადღება ვაჩუქოთ ურთიერთს შესაძარია იმის გაფიქრებაც რომ შენ სამუდამოდ მიგვატოვ ამიერიდან უთბილესი უნაზესი მოგონებებით უნდა ვისაზრდოთ აუჯერებელია მაგრამ ფაქტია რეალობა სინამდვილეა არ ვიცი როგორ გამოვხატო ის ნაღვლები რომელიც გულშემოსწოლია იქ ალბათ სიტყვებიც ვერ გაჭრის სადაც უმთავრესი გრძნობაა და სადაც განცდებიან მძაფრი ეკა არ მომკვდარა იგი გარდაიცვალა რაც მხოლოდ ხორციელ სიკვდილს ნიშნავს ასეა თუ ისე შენ აღარ ახარ და ეს არის ყველაზე საშიდელი წარმოუდგენელიც კი მაგრამ რა სიზა ოხ ეკა რა დანაკლისია ჩვენთვის შენი არ ყოფილა გული მკივა გული ცხადია თუ სიზმარი როგორ რატომ რისთვის კითხვები უპასუხოდ მრჩება საშინელია იმის გაფიქრებაც რომ უკვე მარადისობას ეკუთვნი რომ აღარასოდეს აღარადოს არ დაბრუნდები ვერ ვიჯერებ ვერა გონია რომ მალე დაგვიბრუნდები კლავინდებურად სიცოცხლით აღსილი შემოაღებს საკლასო ოთახის კარებს მორცვა დაეკრები კედელს და წაიჩურჩულები უკაცრავად მასწავლებელო დამაგვიანდა შეიძლება ოღონ სხვა დროს არ დააგვიანო მიიღებ პასუხად მერე მკვიცლად დაიკავებ შენ საზღვრს და ცოტა ხანში კი შენებური ჩვეული მას მასწავლებელოთი გააყურებ გიმნაზიის გეოგრაფიის კაბინეტს ეხ სიკვდილო ვერ გაძეხა ამდენი ადამიანის სისხლით ვერ დაკმაყოფილდა შენი წყურვილის გრძნობა ხეცურად დაეძგერები უმანკო არსებებს ბძღვნი მათ სხეულებს და ძღები მათი ლეშით სიკვდილო განა ყველანი შენი წერა არა ვართ გვაცადე წამოწდა სიცოცხლი დათბობა გახარება და მერე კი სად გავექცევით შენს ბაზრ კლანჭებს მაინც შენი მსხვერპლი ვართ უბადრუკნი ოხ სიკვდილო საზიზღარი რა მახარ მიხავს უბრალონი იმ ქვეყნად და ვისი ჟამიც მოსულა ისინი კი აქ რჩება დააგვეხსენ სიკვდილო ულმობილობდა სასტიკო დააგვეხსენ უსინდისო და გაუმაცხარო რას ერჩოდი ჩვენს ეკას რა დაგიშალა ასე უსამართლოდ რომ წარდაცე ხელიდან ასე უსიტყვოდ მაგრამ ტანჯულად რომ მიბარე ცხოვრება კი კვლავ გრძელდება ჩვენს ცოცხლად ამიტომ ვალია ჩვენი რომ არ მივცეთ დავიწყებას კლასელის მეგობრის უსაყვარლისის და უძვირფასესის ხსოვნა ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სპეტაკი უმანკო სული